ჩვენი დღევანდელი ენერგია ეხება სამკუთხედს. ვუყურებდი წეღანჭიქას და აქ არის ყველაფერი სამკუთხედზე. ძვირფასებო. ურთიერთობაზე, რომელიც სამივე საწვალებს. ამოდის მამაკაცი, რომელიც ორ ქალს შორის არის გაჭედილი. პირველი ქალი მისთვის არის სითბო, სტაბილურობა, სტაბილური განცდა, ენერგია. თვითონ ჩაკეტილია ეს ადამიანი კარგად. ვერ ახერხებს არჩევანს. ნახეთ იმ შემთხვევაში თუ სამკუთხედში ხართ, ნუ იზიდავთ ისე პროგრამას. მეორე ქალი მისთვის არის ვნება, სურვილი. სადღაც გრძნობა, სადღაც ინტერესი. უახლოეს პერიოდში ვხედავ, რომ მაინც მოუწევს არჩევნის გაკეთება ამ პიროვნებას. ძალიან რთულ ენერგიებშია ადამიანი. ახალი ადამიანი მის ცხოვრებაში, თუ თქვენ ხართ ახალი ადამიანი, ან თუ ვინმეზე გაინტერესებთ ამ ადამიანს, იცით, ემოციურად აძლევს მას, აძლიერებს. იქ, სადაც ხშირად არის ეს პიროვნება, ძვირფასებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ უყურებ თუ არ ხართ სამკუთხედში, იქ, სადაც ძლიერ ადამიანი ხშირად არის, მან დააქვს ქაოსი, ემოციური ქაოსი. მან მისთვის ძალიან ბევრი რამე აკრძალული. რთული კავშირია, მაგრამ სადღაც ეს ადამიანი ვერ ბრუნდება წარსულში. სადღაც ადამიანი ვერც მომავალში გადადის. ამიტომ არის ძალიან რთულ ემოციურ ფონში, მისი თვალი ჩანს პირდაპირ. და აბსოლუტურად კონტაქტშია ორივესთან, თუნდაც მენტალურად. შეიძლება მენტალური კონტაქტი იყოს, შეიძლება არის ერთთან ვერ ივიწყებს მეორეს. მათი მეგობრება, ლოგინი აქ ცივია აბსოლუტურად, ვიცით. არ არიან ერთად ბედნიერები. ნებისმიერი ურთიერთობა, როგორიც არ უნდა იყოს ამ ეტაპზე თქვენს ურთიერთობაში, ხო, აქ არც ერთია ბედნიერი ამ სამკუთხედში, არც მეორე. ეს მამაკაცი არის ორი გზის შორის, ვერ წყვეტს რა უნდა. ცდილობს ორივე ქალის შენარჩუნებას, ხან ერთთან არის, ხან მეორესთან. ორივე მას იზიდავს სხვადასხვა მიზეზით. ყველაფერი არევლია მის ცხოვრებაში. შეხედავ თითქოს ბედნიერია, მაგრამ არა. ძალიან დიდი პრობლემები აქვს სულიერი ამ პიროვნებას. სულიერად ადამიანი ტირის. რომ მიხვდეთ ვინ ხართ, ერთი ქალია ძალიან ძლიერი და მეორე სულტირის მთელი ცხოვრება. სულ ნერვიულობს, სულ იტანჯება. მაგრამ იმასთან ვიც იტანჯება, მის ცხოვრებაშიც კი შემოდის სხვათა შორის სხვა ადამიანი, რომელიც მას გააბედნიერებს. რაც შეეხება რომელი ხართ გოგოებო, ვისთანაც ახლა არის ცოტა ხნის წინ ჰქონდა მასთან კონფლიქტი, ძალიან სერიოზული კონფლიქტი, გზასთან დაკავშირებით.
და ვინც სხვა არის ელოდება მას, მაგრამ არ შეხვდა, ვერ შეხვდა, ან მასთან არ მოვიდა, მაგრამ მაინც არ უშვებს მას. ეს ადამიანი არ გამოდის სამკუთხედიდან ძვირფასებო, ჯერჯერობით სამკუთხედშია. სამკუთხედი არ იშლება, სულ რომ მენტალური სამკუთხედი იყოს, მაინც არ იშლება სამკუთხედი. ამიტომ გადაერთეთ საკუთარ თავზე და დაიჭერეთ როგორმე ბალანსი. თვითონაც არ იცის რა უნდა. წარმატებები ყველას მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.